მე დამემართა ერთხელ მარცხენა მხარეს გულის არი მტკიოდა ძალიან და ჩავედი ბოლნიში და მამასერაპიანი მელაპარაკები მაინც და მაინც იმ ადგილზე დამადო ხელი ზურგზე. უდევს ეს ხელი უდევს. შენ ალბათ უხერხულად გმოდით არა, გამიკვირდა რაღა იმ ადგილზე უდევს ხელი რაც მტკიოა თქო. და არაფერი, აი ესე ყველას კითხვა გძნობა, ყველა გძნობს რაღაცას მე ვერა. წავედი სახში და რამდენიმე დღის მერე კაცო რო აღარ მტკიოდა თქო. და აღარ მტკიოდა. ოხრი ამ ასწავლებელმა ესეთი გამუხება იცის. ისეთი ხატონად მოგიყვება, ისეთ უბრალო ამბავს. ყველა ისე გულში შევწონას, რომ გაგაგიჟებს, ასე გაგაგებინებს და მოგასმენ. ახლაც არ მაიზულა რო ხელი დამედოიქა. ხო ესე ერთხელ სნოში მოვიდა სტუმრად პატრიარქი და გარშემო დაისვა ბერები მონაზვნები და თქვა რომ ეხლა ზღაპრები მოვყვეთო. ბერებმა შეხედეს ერთმანეთს რა ზღაპრები მოვყვეთო. და უცებ მამა ტარიელმა გამოაცხადა ხმამაკლა ზღაპრების მოყოლა ლიამასერულმა იცისო. და რა უნდა ვთქვა ეხლა მე ვთქვი რომ მე ზღაპრებს არ ვყვები თქო მე ნამდვილ ამბებს ვყვები და ზღაპრები გონიათ თქო. და აი ერთხელ თქო ესეთი რამე შემემთხვა თქო. და იმას მოვყვები თქო. აი იმას მოვყვები თქო და აბა რაო. და შარშან პატრიარქი რო იყო მოსული თქო პატრიარქი ციგზის და რო მიდიოდა თქო მე და ჩემმა ორმა მოსწავლემ გალობით გავაცილეთ თქო. მიდიოდა პატრიარქი, ესე იგი ჯერ ჩაჯდა პატრიარქი ჩვენ უკან დგევართ და მრავალჟამიერს ვღერივართ. დაიკეტა კარები, დაიძრა მანქანა, ჩვენ მივდივართ ვღერივართ. გავიდა გზატკეცილზე მანქანა, ჩვენ მაინც ვღერივართ. დაიძრა მანქანა, ჩვენ მაინც ვღერივართ და მივდივართ ნელა, მანქანა მიქრის ჩვენ ნელა და ბოლოს უკვე მანქანა შორს რომ მიუხვია, რაღაც მოეფარა თქოს, მაინც ვღერივართ. და უცებ ამ სოფლის გზაზე სამი დიდი თეთრი პეპელა გამოჩნდა. პირდაპირ გზატკეცილზე. და ერთ-ერთმა პეპელამ აი ესე ჩამიფრინა და ქურთუკი მეცოდა ვიგრძემი რომ ხარი გამკრა პეპელამ. გამკრა მხარი და მთელი ეს ბერმონაზები ყველანი ისმენენ და მამა ტარიმა ხო არ წავიქეციო. არა არ წავიქეცი თქო მაგრამ ქურთუკი მეცვა თქო და ვიგრძენი თქო როგორ გამკრა ფრთა პეპელამ. და აი ესე ზღაპრებს ყვები ხოლმე, ოღონდ ეს მართალია თქო და პატრიარქმა უცებ. ის პეპლები მე გამოგიგზავნით. აი რა მაგარი რაღაც მოყოლა იცის, ხო გითხარით არა? დაგვატყუებს. ისე შეუნდა გელაპარაკა, მე რო დავაღები. ლაპარაკა დიახ 1 საათი, 2 საათი. ხო, თქვენ ლაპარაკით იყურნებიან, ჩემი ლაპარაკით იცინებენ, მეტი არაფერი. ბედნიერი ხარ ამის გამო. რომ მიხვდი რა შეყოფილა საქმე. რომ შეგიძლია ახლა გულში აღიარო. მე თოსნი ვარ. ის კი არა მთავარი მე ახლა გამიყურნები, ხელზე დავდგები. დიდხანს ვიცოცხლებ თუ მალე გადავისვლები. არამედ მთავარია რომ მე შენ შეგიცანი და შენსკენ დავიძარი სულით და მთელი ჩემი არსებით. ეს ყოფილა მთავარი. ხო მიხვდი ამას. უკვე ბედნიერი ხარ. უკვე ღმერთისკენ დაზრული ხარ. უკვე ღმერთის ხელია შენზე. უკვე ღმერთი თვითონ გატარებს შენ. ჩვენ კიდე გმართებს რომ ეს რაც დრო დაგჩენია ამ ხერმა ყოფნისა. მადლიერებით გავლიოთ. და რაც გამდგომარეობაში სხვა თავად ყოფობისა მივიღოთ ეს და
გავიხაროთ, რომ ღმერთის წინაშე უმთავრესი გამოვასწორეთ. ხო? დამოკიდებულება ღმერთის მიმართ. გულზე ვაწერია. სულ ასე იყოს. სულ ღმერთის ფიქრი. ღმერთისკენ სწრაფაში იყავ. შენ მართალია ფიზიკურად შეგკრავ. განგება შენი ცოდებისათვის. მაგრამ იმის მიხედვით თუ რაოდენ შეიზღუდება ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა და მოძრაობა პირდაპირ პროპორციულად ამისთვის. თურმე თუ ამას კეთილად მივიღებთ, თავისუფლდება ჩვენი სული, ჩვენი მთავარი არსება, მაღლდება და შებაზგზნობს. ნათქვამია ასეთი ღმერთის მიერ და რუსთაველს აქვს მე ეს ხატულად ნათქვამი. ღმერთმან ერთი ვით აცხოვნოს თუ მეორე არ წაწმიდოს. ამ ქვეყნად ადამიანი როგორც ვთქვით ორი ბუნებისაა, სულიერი და ხორციელი. ორივეს კეთილდღეობა, ორივე სადმი აი ესეთი დამოკიდებულება, რომ ორივე კარგად იყოს. სულზეც ზნავდა და სხეულიც ჯანმრთელი, ბედნიერი და გაფუფუნებული ქონდეს. შეუძლებელი. რადგანაც ჩვენ სოდვილები ვართ და ამის გამო ცხადია დასჯილები ვართ. და იმისათვის რომ სული გადავირჩინოთ, სული გავითავისუფლოთ, სულით ვიყოთ ბედნიერები და სულით ვიშვებდეთ, ამისათვის სახეზეა ჩვენი ფიზიკური დაუზღურება, ფიზიკური ტანჯვები, განსასწრებელი. და ეს კეთილია ასეთი მდგომარეობა თავისთავად, მაგრამ 1000-ჯერ უფრო კეთილი და ქმედითია, როდესაც ამისი შინაარსი გვეცოდინება, რომ ეს უნდა მივიღოთ იმ გაგებით, რომ რაც უფრო მეტად ჩაჩანაგდებით ფიზიკურად, დავიტანჯებით და ამას ყველაფერს მივიღებთ როგორც 100-ჯერ ჩვენი ცოდებისათვის. აი ასეთი გაგება ჩვენ სულს კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას მიანიჭებს. დაჩქარდება ჩვენი სულიერი გათავისუფლება, ჩვენი ღმერთთან მიახლოება. სამწუხაროდ ზოგიერთი ადამიანები ჩვენ შორის ვამბობთ ხოლმე, რაც ცოდვა ჩამიდენია ისეთი, რომ ასეთი ნაირად დავიტანჯე, სად არის სამართალი? მე შეიძლება ცოდვილი კი ვარ, მაგრამ ნუ თუ ისე ცოდვილი ვარ, რომ ასეთნაირად უნდა დავტანჯულიყავი. მე თვითონ ხედავ, რომ ჩემზე უფრო მეტად ცოდვილნი ბედნიერებიც კი არიან, ყველაფერი აქვს, ჯანმრთელობას, მდიდრეს, თავისუფლებას, ხოლო მე მათთან შედარებით ანგელოზი ვარ, უცოდველი და რატომ დავიტანჯე? სად არის ღმერთო შენი სამართალიო? აი ესეთი ფიქრი არის ყველაზე უფრო მცდარი და დამღუპველი ფიქრი. რადგანაც ვიცით, რომ ამ სამყაროში თუ საერთოდ თვიანად ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროში ყველაფერი ღვთის კანონებით აღესრულება, ღვთის სამართლიანობით აღესრულება და ყველაზე უფრო უმნიშვნელო და უცვლელმანესი საქმეც კი ღმერთის მიერ განიგება და ეს სახარებაში
ნათქვამია შემდეგი სიტყვები, რომ თქვენი თმანიცხი აღრაცხი, ანუ განრაცხილ არიანო. შეხედე, ღმერთმა ჩვენს თმათა რაოდენობას კი იცის თითოეული თმა თავზე თუ სხეულზე. როგორ ყველაფერი იცის, როგორ ყველაფერს აკონტროლებს და აი ასეთი მეთვალყურეს, ყოვლის შემძლეს, ყოვლის ხედველს და სამართლიანს, როგორ შეიძლება შეეშალოს ისეთ მნიშვნელოვან საქმეში, როგორიც ცოდვა მადლის საკითხია და როგორ შეიძლება რომ ზედმეტად დაგსაჯოს, უსამართლო დაგსაჯოს, უსამართლო დაგტანჯოს. როგორ შეიძლება ასეთი ფიქრი, კიდევ ერთი გამოხატულება ჩვენი უღმერთობისა, ჩვენი უვიცრობისა, ჩვენი ღმერთისგან დაშორებულებისა. ამოვიგდოთ გულიდან ასეთი ფიქრი და ასეთი განწყობა და ვაღიაროთ ღმერთის იდიადე, სამართლიანობა, ყოვლისშემძლეობა და შევღაღადოთ უძღები შვილივით. ცოდე ღმერთო შენს მიმართ მინდე და მაპატიე და გამომზარდე. ანდა ალაზაკივით, რომელიც სიკვდილის ბოლო წამს გონს მოეგო, თავისი ცოდვები აღიარა, შეინანა, გონება ეხილა, რა სასწაული რამ მოხდა, ღმერთი შეიცნო, ღმერთი აღიარა და უდიდესი თავმდაბლობა და სიბრძნეც გამოამჟღავნა და სამართლიანობას გამოამჟღავნა და თქვა და უთხრა ღმერთს, რომ აი მას ხომ შეეძლო რაღაც კადნიერება გამოემჟღავნებია და ეთქვა ღმერთისთვის, ღმერთო ხომ ხედავ მე შენ შეგიცანი, აგერ ჩემმა ამ ხანაგმა და ამ ხალხმა შენ დაგგმეს, შეურასყვეს, მე კიდე შეგიცანი შენ და თუნდაც ამისთვის, თუნდაც კიდევ იმისთვის, რომ შენს გვერდით ვარზე ვარ გაკრული, მართალია სამართლიანად ვარ გაკრული, მაგრამ მაინც მოიღე მოწყალება და გადამარჩინე, შენ ხო მოწყალე ხარ და გამათავისუფლე ჯოჯოხეთისაგან. არა, უდიდესი სიბრძნე და უდიდესი თავმდაბლობა გამოამჟღავნა და სამართლიანობა და თავის თავს ბუნებრივად ჯოჯოხეთი განუმზადა, ჯოჯოხეთისთვის გასწირა, რადგანაც ბუნებრივად მას ეს ეკუთვნოდა. და ყოველივე ამისათვის, ასეთი დიადი გამოფხიზლებისათვის, ასეთი დიადი გონიერებისათვის, გამდაბლებისათვის, თავისი ცოდვილიანობის ასეთი სრული შეგრძნებისათვის და იმის გამოც, რომ მან იმ დროს, იმ მომენტში მთელი თავისი სატანჯველი, რომელიც მას უნდა განეცხადა ჯოჯოხეთში, ერთ წამში ჩატია. მისი განცდა და წუხილი უკიდე გამოიყო და ამის გამო არა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ქრისტე მას შეუნდო, არამედ იმის გამო, რომ მან განიცადა სრულად თავისი ცოდვების სამაგიერო ტკივილი, ჩასტია ერთ წამში ისევ მეორე. ჯოჯოხეთში საუკუნოვანი ტანჯვა მოკლიბა და ერთ ბაშად შესვა ეს ასუნები და ამის გამოც, რა თქმა უნდა, ღმერთისგან დაიმსახურა სასუფეველი
წესი და უკედეგანო სიხარული და ბედნიერება, მარადიული სიხარული, მზარდი სიხარული, მზარდი შემოქმედებითი საღვთო მსახურება ღვთის კარზე და პირველმა შეაბიჯა სასუფეველში გასასწაულია. წარმოიდგინეთ, აი ვემსგავსო თავას აქვს, რომელსაც მთელი ცხოვრება ერთი სიკეთე არ გაუკეთებია სხოდვების და ბოროტებების გარდა. შეხედეთ წამიერი გამოფხიზლება რაოდენ დიადია. მოდი გამოფხიზლდეთ, მოდი სწორედ ამ გამოფხიზლებისათვის მალაპარაკა დღეს მე ღმერთმა, ასე გზნედით, ასე გულითადად, როგორც შემეძლო, მივიღოთ ეს და არ ვითხოვოთ ჯანმრთელობა და შენ სუბუქება ამ ქვეყნიური სამართლიანი ტანჯვისა, არამედ ვითხოვოთ თუნდაც კიდევ უფრო მეტად გამრავლება ტანჯვისა, ოღონდ კი ღმერთს არ მოვწყდეთ, ოღონდ კი ეს მდგომარეობა გამოფხიზლებისა, საღვთო გამოფხიზლებისა და საღვთო შემოbrunებისა შევინარჩუნოთ, გავზარდოთ, გავაღრმავოთ და მარადიული გავხადოთ. ამინ.